ლევან ყიფიანის ანგარიში სპორტის და ახალგაზრდობის ministrმა ბოლო 2 წლის მუშაობაში აჯამა. ლევან ყიფიანის განცხადებით სამინისტროს ბიუჯეტმა 2013-14 წლებში 96 მილიონი შეადგინა. რის დიდი ნაწილიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. შეხვედრას სამინისტროს და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრის მოხსენება მოისმინეს სპორტსმენებმაც. მსოფლიო ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონები ჩვენ გვყავს 33 სპორტსმენი, რაც მე ვიძახი მაღალი მიღწევების სპორტის კუთხით, რაც აგრეთვე ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებით. სამინისტრო ახორციელებს 2 დიდ პროექტს, ეს არის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ადაპტირებული აუზის და მულტიფუნქციური დარბაზის მშენებლობას.